გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. და მაინც რატომ გადაწყვიტეს მაინც 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს ჩვენი დამხობა. ჩვენი ისე ვთქვი თითქოს მე ხელისუფლებაში ვიყო. კარგი, სხვანაირად ვიტყვი. ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა რატომ მაინც არჩევნების დღეს გადაწყვიტეს და იგივე რატომ არ გააკეთეს შარშან საპარლამენტო არჩევნების დღეს. იმიტომ რომ შარშან მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდათ და წელს კი აღარ. და რატომ ჰქონდათ შარშან გამარჯვების იმედი? ალბათ უცხოელი პოლიტიკოსები რომ ჩამოიყვანეს, რუსთავს გაასეირნეს, აღრიალეს, აყვირეს, ათქმევინოს რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, ეგონათ რომ საქართველოს მოსახლეობა შთაგონებული და აღთვალინებული იმით რომ უცხოელმა მაღალ და საშუალო რანგის ჩინოსნებმა დაგვდეს პატივი და ჩამოვიდნენ, ჩამობრძანდნენ და მიგვითითეს კიდეც თუ ვინ უნდა აგვერჩიე და ვინ არა რა გვეჭამა დილაობით და საით გვეყურა ლოცვის დროს და რაც თავარია ვიზზე გველოცა. ხო და მოსახლეობა მათი გათვლით ცხოვრებივით გაყვებოდა ევროჩინოსნებს. ერთიან ნაცებს დიდი პიეტეტით უკან დააბრუნებდა და სისხლიან ტახტზეც დასვამდა. მაგრამ ჰოი საოცრებაო, არაფერი ამდაგვარი არ მომხდარა. არა, ნაწილობრივ კი მოხდა ყველაფერი უცხოურის ყურმოჭრილი მონები მართლა მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და შემოხაზეს შემოუხაზავი, ანუ ნაცობა. და 1.200.000 ადამიანმა დიდხანს იცინა უცხოურ შეგონებებზე და თავისი არჩევანი რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე გააკეთა. ანუ ოცნებას მისცა ხმა. გაყალბდა, დაიწყეს ყომუილი აფთრებმა და ტურებმა, მაგრამ ის რომ არ გაყალბებულა თვითონაც კარგად იცოდნენ. სხვათა შორის დიდი ხანია მაინტერესებდა რა მოხდა მაშინ 2024-ში საარჩევნო უბნებზე. ეს ბნელეთის ძალები რამდენიმე თვე ისე დამაჯერებლად ღრიალებდნენ გაყალბებაზე, რომ რაღაც მომენტში უცებ შემეპარა ეჭვი, იქნებ ვიღაცამ რაღაც იხიმანდრა მეთქი. თუმცა ტექნიკურად ამის გაკეთება სრულიად შეუძლებელი იყო და ეს ყველას კარგად მოეხსენებოდა. პირველ რიგში კი ნაცობას. ანუ შეიძლება როგორღაც გააყალბო 1, 10, ბოლოს 11 ხმა, მაგრამ 300,000 ამასინათ ერთი ახლობელი შემხდა. ვიცოდი რომ ის ერთ-ერთ უბანში დამკვირვებელი იყო. გავაჩერებ კითხე გიზოჯან მეთქი. ჰალალად მითხარი, რამე ისეთი მოხდა უბანზე? გიზომ მიპასუხა რომ არაფერი მომხდარა და პირველ რიგში იმიტომ რომ ის ელექტრონული კომპიუტერული სისტემა ისე იყო აწყობილი რომ სხვა უბნის ჭიანჭველაც ვერ შემოიპარებოდაო. მეორეც იმდენი ოპო დამკვირვებელი იდგა იქ რომ რაიმე ეშმაკობა სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. მით უმეტეს რომ არც არავინ არაფერს აპირებდაო. ახლა ვინმე მეტყვის გიზომ მოგატყუა და ჩვენ რატომ უნდა დავიჯეროთ ვიღაც გიზოსი. ხო, ვინმესთვის ის გიზო ვიღაცა, მაგრამ მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ, მართალი კაცია და მჯერა მისი და რადგან გადაცემა ჩემია, ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას და ვამბობ იმას, რისიც მწამს. ანუ შარშან არავითარი გაყალბება არ ყოფილა და ვერც მოხდებოდაო. კიდევ რაღაც დეტალები მომიყვა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი შორს აგვიყვანს. მით უმეტეს რომ გაყალბებაზე დიდი ხანი უკვე აღარავინ ლაპარაკობდა. ხო და რატომ მოუყევი ეს ყველაფერი? იმიტომ რომ წელს ნაცები მიხვდნენ პატიოსანი გზით, ანუ არჩევნებით, ისინი ვერაზროს ვერაფერს გახდებოდნენ და ამიტომაც უპატიოსნო გზით დააპირეს სიარული და შეეცადნენ დაეანონსებინათ ეგრეთ წოდებული არაძალადობრივი გადატრიალება 4 ოქტომბერს. ხო და მეგობრებო, მინდა კითხოთ, სადმე რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ეპოქაში, რომელიმე წყობის დროს თუ ყოფილა ისეთი აბსურდი, რომ რომელიმე ძალა კონკრეტულ დღეს ასახელებდა სარევოლუციოდ. ეს ხომ სრული მარაზმია. ამაშიც მარაზმის, შიზოფრენიის და პროგრესირებადი სიბრიყვის ნიშნებიც ეტყობოდათ. მაგალითისთვის ავაზაკს ჩემთვის რომ ეთქვა, ამა და ამ დღეს მოვალ და გაგძარცვავ და რამერე. მე მშვიდად დავჯდებოდი და დაველოდებოდი იმ დღესა და საათს, თუ ავაზაკს ეგონებოდა რომ იმ დათქმულ დღეს მის დანახვაზე მე მორჩილად მივცემდი მას ჩემს საფულეს და ყველაფერს რაც კი რამ მაბადია გამაჩნია. ავაზაკმა ვითომ არ იცოდა რომ
როდესაც მე მისი დაგეგმილი თავდასხმის შესახებ გაფრთხილებული ვიქნებოდი, უფრო მოემზადებოდი და შევიარაღდებოდი და ჯავშან ჟილეტით შევიმოსებოდი და ერთი დამბაჩის მაგერად 3-ს მოვიმარჯვებდი ხელში და როგორც კი ის მოვიდოდა, დავასწრებდი და ჩახმახს პირველი გამოვკრავდი. და ისიც რატომ აანონსებდნენ ასე აქტიურად ამ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან ომს, იმიტომ რომ იცოდნენ არაფერი გამოუვიდოდა და უბრალოდ უცხოელი დონორების წინაშე იწერდნენ ქულებს და ამ ქულების დაწერისას თხოვდნენ სულ უფრო მეტ და მეტ ფულს. ქულებს მოაქვთ ფულები. სხვა ახსნა მე არ გამაჩნია. აუ მართლა ასეთი ბრიყვები ხომ არ არიან, როგორც უნდათ თავი რომ მოგვაჩვენონ. თუმცა ყველაფერია შესაძლებელი და მდიდარი ქართული მიწა ყველანაირ სუბიექტს იტევს, მათ შორის უკიდეგანო ბრიყვებსაც. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.